ხო და ეხლა მოიფიქრეთ თუ მაშინ იყო განხილვა. განხილვა არ ყოფილა, შემთხვევით ვისთან უნდა გამეხილვა. ეს თქვენი აზრია. დიახ. რომელიც ეხლა მოიფიქრეთ. ეხლა მოიფიქრეთ. ეხლა მოიფიქრეთ. იაკობაშვილი ხშირად დადიოდა იქ? არა. ანუ არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? კი. და რამდენჯერ გყავთ ნახი, რაც იაკობაშვილი მინისტრი იყო ამ შერიგების საკითხებში? ერთხელ. ანუ ერთხელ ჩამოვიდა რამდენი ხნის განმავლობაში? რამდენი ხნის დანიშნული იყო. ხშირად ჩამოდიოდა მაშინ. აპარატს ხო ვიქნებ მოგვაწოდოთ ზუსტად რო საიდან სანამდე იყო დანიშნული რომ გავახმოვანოთ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომლის მოვალეობა იყო რომ იქ ყოფილიყო დღე და ღამე ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები SKK და არავითარი SKK არ იქნებაო და რამდენი დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება ბატონო კატასტროფული დამაზიანებელი